უცნაური შეკითხვა უნდა დაგისვათ. არსებობდა თუ არა მოთხოვნა ავტომობილებზე 1020 წელს? ვინმე ალბათ ყოყმანის გარეშე მიპასუხებს, რომ არა, რადგან იმ დროს არ არსებობდა ავტომობილები. მაგრამ წარმოვიდგინეთ ასეთი სიტუაცია. 1020 წელს რომ გზაზე გამლელი ყველა ცხენოსნისთვის გეკითხათ, ისურვებდნენ თუ არა მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც ბევრად სწრაფად გადაადგილდებოდნენ და 1000 კილომეტრს გაივლიდნენ კომფორტულად ერთ დღეში. უმრავლესობა ცხენოსნობის მოყვარული ენთუზიასტების გამოკლებით გეტყოდათ, რომ რა თქმა უნდა ისურვებდნენ. ამით ხომ დროსა და ენერგიას დაზოგავდნენ. გავბედავ და ვიტყვი, რომ მოთხოვნა ავტომობილებზე არსებობდა იქიდან მოყოლებული, როდესაც ადამიანმა პირველად იმოგზაურა ხმელეთზე. რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა გამოუთქმელი იყო, რადგან არავის შეეძლო ავტომობილის წარმოდგენა ტრანსპორტირების პრობლემის მოსაგვარებლად. ყველას ნამდვილად უნდოდა ეფექტურად და შედეგიანად მოგზაურობა. მაგრამ უბრალოდ არ არსებობდა მიწოდება. დღესდღეობით მეინსტრიმული ეკონომისტებისგან გვესმის, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ მოთხოვნა, რომელიც საკმარისად დიდი არ არისო. თუმცა აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ხალხის მოთხოვნა ულიმიტოა. ადამიანებს ყოველთვის გვინდა, რომ ჩვენი ცხოვრება გავხადოთ უფრო მარტივი, გქონდეს მეტი დრო და ვიცხოვროთ უფრო მოხერხებულად. ყოველთვის არსებობს მოთხოვნა იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რომლებიც ჩვენს საჭიროებას დააკმაყოფილებს. ამიტომ უნდა მოძებნოთ ის, ვინც ამით მოგვამარაგებს. ჩვენ გვჭირდება მოწოდება ჩვენს მოთხოვნაზე. ამ ყველაფერს ერთი მარტივი ამბით გაჩვენებთ. მარკი, რომელიც აწარმოებდა ფანქრებს, მუშაობდა ერთ პატარა ქალაქის მაღაზიაში. ის ყოველთვის 100 ფანქრს ამზადებდა. თითო ფანქრის წარმოების ხარჯი მისთვის $15 წარმოადგენდა. თითოეულს კი $20 ყიდა. და შეეძლო ყოველ თვე მთელი პროდუქცია ამოეყიდა. ასე რომ მისი მოგება შეადგენდა $500. თუმცა ეს ფასი ძალიან მაღალი იყო ღარიბებისთვის და მხოლოდ მდიდარი ხალხისთვის იყო ხელმისაწვდომი. ღარიბები საკმაოდ განაწყენებულები იყვნენ, რადგან მათ არ ჰქონდათ საწერი საშუალება. ისინი ეუბნებოდნენ მარკს, რომ უნდოდათ ფანქრის ყიდვა, მაგრამ ფასი ძალიან მაღალი იყო მათთვის. მარკმა იცოდა, რომ ფანქარზე მოთხოვნა დიდი იყო, მაგრამ მას არც მეტი ფანქრის დამზადება შეძლო და არც ფასის შემცირება. ერთადერთი გზა, რომ მოგება გაეზარდა, იყო ან ფასის გაზრდა, ან წარმოების ხარჯის შემცირება. თავდაპირველად მარკმა ივოლი გზა აირჩია. მოგების გაზრდის მიზნით, მან ფანქრის ფასი $22-მდე გაზარდა. მომდევნო თვეში მან მხოლოდ 70 ფანქარი გაყიდა. რადგან ზოგიერთმა მომხმარებელმა ძვირიან ფანქარს იაფიანი, ნაკლებად მოსახერხებელი ბატის კალამი არჩია. მარკმა $490 გამოიმუშავა, რაც წინა თვეებთან შედარებით ნაკლები იყო. ის მიხვდა, რომ ამ სტრატეგიას აზრი არ ჰქონდა და გადაწყვიტა შეემცირებინა ფანქრის ფასი მისი წარმოების ხარჯების შემცირებით. მან ივარაუდა, რომ ამას შეიძლება მომხმარებელთა რაოდენობაც გაეზარდა. მან აიღო ვალი ბანკიდან და ამ ფულით იყიდა ფანქრის საწარმო დანადგარი შორეული ქვეყნიდან. დანადგარი ბევრად სწრაფი და ზუსტი იყო. ასევე ის იყენებდა ბევრად ნაკლებ მასალას ფანქრის დასამზადებლად. დანადგარის წყალობით მისი წარმოება გაიზარდა და მან დაიწყო ყოველთვე 200 ფანქრის წარმოება. წარმოების ხარჯი ჩამოვიდა $10-მდე, რამაც მარკს საშუალება მისცა გასაყიდი ფასი $15-მდე შეემცირებინა და ამ ფასად იგი მთლიანად ყიდდა საკუთარ პროდუქციას. მისი მოგება გაიზარდა $1000-მდე. სწრაფად გადაიხადა ვალი და ცხოვრების ხარისხით საგრძნობლად გაიუმჯობესა. რა გაკვეთილის მიღება შეგვიძლია ამ ამბიდან? უპირველეს ყოვლისა, მარკი მთელი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ თავისი შემოსავლის გაზრდას ცდილობდა. ის არ ღელავდა ღარიბ ადამიანებზე, რომელთათვის ფანქარი არ იყო ხელმისაწვდომი. მას არ შეუმცირებია ფასი ფილანტროპული მიზნებით, არამედ იმიტომ, რომ ეს გზა მისთვის მომგებიანი იყო. თავდაპირველად მას უნდოდა ფასის გაზრდა, მაგრამ დაკარგა რამდენიმე კლიენტი და შეუმცირდა მოგება. ფასის შემცირების შემდეგ კი მას აღარ შემცირებია მოგება.
ეს გვიჩვენებს, რომ მისი სურვილი გამოემუშავებინა მეტი არ აზარალებდა არავის. ფაქტობრივად პირიქით მოხდა. მოგების გაზრდის სურვილის შედეგად მან იმპოვა გზა მეტი ფანქრის დაბალ ფასად წარმოებისთვის, რამაც გაზარდა მომხმარებლების რაოდენობა. თან მარკის იდეამ დადებითი ზეგავლენა მოახდინა მთელი საზოგადოების კეთილდღეობაზე. თავისუფალი ბაზრის პირობებში ფასები ეცემა, რადგან წარმოება მაღალია. პიტერ შიფი თავის წიგნში როგორ იზრდება ეკონომიკა და რატომ ინგრევა ის წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალური რეზერვის შემოღებამდე ფასები სტაბილურად ეცემოდა დაახლოებით 150 წლის განმავლობაში. და ეს ხდებოდა მხოლოდ მაღალი და ძალიან ეფექტური წარმოების ხარჯზე. მათ ვისაც ეშინია სისხლის მსმელი კაპიტალისტების, უნდა გააანალიზონ შემდეგი რამ. ერთადერთი, რაც კაპიტალისტს შეუძლია გააგვიკეთოს მთავრობის დახმარების გარეშე, საკუთარი პროდუქციის შემოთავაზება. ჩვენ, როგორც მომხმარებლებს, შეგვიძლია ან ვიყიდოთ ის, ან არა. კაპიტალისტი მხოლოდ მაშინ ნახავს მოგებას, თუ შემოგთავაზებს ჩვენთვის სასურველ კარგ პროდუქტს, ან მომსახურებას მისაღებ ფასად. და ის ამას უფრო სწრაფად და ეფექტურად გააკეთებს, თუ ხელს არ შეუშლიან. ჩვენი ცხოვრების სტანდარტის ზრდა კი ამ ყველაფრის დამატებითი, გვერდითი ეფექტი იქნება. თუ მოგწონთ გირჩის თარგმანები, გახდით ჩვენი ყოველთვიური შემომწირველი patreon.com-ზე. ლინკი ამავე ვიდეოს აღწერაშია. დაგვეხმარეთ, რომ უფრო მეტ ადამიანს მივაწვდინოთ მასალა ქართულ ენაზე. განსაკუთრებული მადლობა გიორგი ყაბანაშვილს, ლაშა ხოხუას და კონსტანტინე თოფურიას, რომლებიც ჩვენ თვალში ნამდვილი ფიჭვები არიან.